Livingstone-ი დავიწყეთ როგორც სოციალური მედია სააგენტო. ანუ Facebook გვერდის მართვაში ვეხმარებოდით ბრენდებს. იმ დროს 2011 წელს რამდენადაც უცნაურად არ ნაჟღერდეს არ აკეთებდა მაგას არავინ. იყო მხოლოდ რაღაცა ალუჩას გვერდი Facebook-ზე, ბევრი ლაიქით, პატრიარქის გვერდი და ეს კომერციული გვერდები არ არსებობდა. დიდები რა, ბრენდები მაგაში არ იყვნენ შემოსული, იმიტომ რომ თვლიდნენ რომ Facebook-ი არის რაღაცა გიჟების ადგილი. დაახლოებით ისე როგორც დღეს რაღა TikTok-ს და კრიპტოებს და რაღაცებს თვლიან. აი, ეგ ჩვენი არ არის. მოკლედ, TBC ბანკი აღმოჩნდა პირველი პიონერი, ვინც გადაწყვიტა, რომ Facebook-ზე მოდიო page-ი გავხსნავ რაღაც ქნა და ამაზე გამოაქვეყნა ტენდერი. ეგ ტენდერი Livingstone-მა მოიგო. და ასე აღმოჩნდი მე Livingstone-ში. ეგ ტენდერი რომ მოიგო Livingstone-მა, ადმინს ეძებდნენ ბიჭები და დამიძახეს და გავხდი TBC-ის Smart კლუბის გვერდის ადმინი. პოსტებსაც მე ვწერდი, ვიგონებდი კიდეც, დიზაინი თლად კარგად არ გამდიოდა და მე ვიღაც ერთ დიზაინერი ავიყვანეთ და ასე დავიწყეთ ზრდა. მერე მოგეხსენებათ, რომ Facebook-ში პოპულარული იყო თამაშები და გავაკეთეთ ქართული ჩვენივე წარმოების თამაშები. Smable გავაკეთეთ ბურთების გახეთვის თამაში იყო Facebook-ზე მეგობრებს ერთმანეთს ეჯიბრებოდი, რაღაცა საჩუქრების გათამაშებები, მოკლედ ძალიან ბევრი აქტივობა იყო. TBC-ი უნდა დაიწყო Facebook-ში აქტივობა, რა თქმა უნდა, საქართველოს ბანკი გამოენთო და დაიწყო ლაიქების ომი. მაგ პერიოდს ვეძახი ლაიქების ომს, რომ აბა რომელი უფრო დიდ ლაიქს იმ კვირაში ვინ იქნებოდა გამარჯვებული, სულ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, უდიდეს რაღაცა იმას ფსონს დებდნენ მაგაზე. ამით დაიწყო TBC იყო ჩვენი პირველი აკაუნტი, შემდეგი TBC-ს მოყვა ბანკი კონსტანტა, არსებობდა ეგეთი ბანკი, მე TBC მიყიდა. ბანკი კონსტანტას გავუკეთეთ Facebook-ზე ისეთი კამპანია, რომელმაც რაღაცა ფურორი მოახდინა, როგორ ჩვენც ვერ გავიგეთ რა მოხდა. მე პატარა ქართველი ვარ, იყო ესეთი აპლიკაცია, სადაც იყენებდი შენს მიმსგავსებულ ავატარს. პატარა თოჯინასავით ტიპი გამოდიოდა, თვალებით აწყობდი მოკლედ ამ ავატარს და დაიყენებდი და იტყოდი რომ მე კახელი ვარ და ვინც სადაური იყო, იქაურს იყენებდა მე რაჭველი ვარ და ეს პატარა ქართველები იყო აზრი, ანუ ბრიფი რატოც ეს გავაკეთეთ, იყო რომ კონსტანტა წარმომავლობით ცოტა სოფლური ბანკი იყო, რეგიონებში ჰქონდა ბევრი ფილიალი, შემოვიდა საქართველოში და რაღაცა მიღებობის თემა იყო და უნდა გვეთქვა რომ ჩვენ ხო ყველანი სინამდვილეში რეგიონებიდან მოვდივართ და კონსტანტაც რეგიონალური ბანკია, მაგრამ იმას კი არ ნიშნავს რომ ბანკია, კაი ბანკია, რაღაც ეგეთი კამპანია იყო. მოკლედ, ეს რომ გავაკეთეთ, ძალიან გავარდა. დავიძინეთ, ჯერ სატესტო რეჟიმი იყო, გავიღვიძეთ და უკვე 5000 შეარი ქონდა. იმ დროს ძალიან დიდი იყო ეს 5000 შეარი, რა მგონი Facebook აუდიტორია სულ რაღაც 40,000-მდე იყო თუ რაღაც. მოკლედ ძალიან ვაირალ გახდა. მერე გაიზარდა ჯამში თუ სწორად მახსოვს 12,000 თუ რაღაც ეგეთი აქტივი იუზერი ყავდა. იმ დროის, არა 12,000 არა მეტი. მოკლედ იმ დროის Facebook მომხმარებლების ნახევარი იყო ჩართული ამ თამაში რა. ეგ მახსოვს ზუსტად. და ეს რო გავაკეთეთ, აღმოჩნდა რომ რაღაცა ხო არ გავიტანოთ ფესტივალზე, რაღაც კარგი მოხდა. თქვით და მასე გაიხსნა პირველი კარი რომ აბა მოდი ფესტივალზე გავიდანოთ. კანზე გვინდოდა შეტანა. რო გავხსნით ეს კანის ფესტივალის შესატანის სივრცე, სადაც უნდა დაასაბუთო რა გააკეთე, რა იყო შენი ინსაიტი, რა იყო შენი იდეა, რა იყო შენი სტრატეგია, რა არის ბრენდ სტრატეგია, რატო არის ეს რელევანტური, რატო იმუშავა, ჩვენ მარტო ქონდა რატო იმუშავა. რაღაცა გავაკეთეთ იმუშავა. იმის იქეთ განათლება და გამოცდილება არ ყოფნიდა. 100 სიტყვაში უნდა დაგვეწერა, აღწერა თუ რატომ იმუშავა ჩვენმა კამპანიამ, რატო იყო ეს ბრენდისთვის რელევანტური და ძალიან გავიჭედეთ. აი მანდ მივხვდით, ეს არის 2011 წელი, მან მივხვდით, რომ ჯერ ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი. და მას შევიტანეთ კანზე, რა თქმა უნდა ვერ მოვიგეთ, იმიტომ რომ ეგრე დილეტანტურად კანს ვერ იგებ. თუმცა რაღაცა პირველი ბრინჯაო მოვიგეთ კიევის საერთაშორისო ფესტივალზე და რიგაში მოვიგეთ რაღაცა და მაგრა გაგვიხარდა. ხო, მოკლედ აქედან დაიწყო ჩვენი ამბიციები. მე უფრო მეტი ვისწავლეთ,
ბევრი ვიარეთ ფესტივალებზე, ყველას რჩევას ვეკითხებოდით, ვინც კი სადმე ნაცნობი არსებობდა სოფლიოში, რომ რაღაც ესწავლებინა და ნელ-ნელა გავხდით დიდი სააგენტო. ანუ სოციალური მედიიდან მოგვცეს დიდი კამპანიები, სადაც იყო ვიდეოს წარმოებაც. მერე დავიწყეთ ვიდეოში გარკვევა რეჟისურა, ხარისხი, მაგასაც რამდენიმე წელი მოვანდომეთ და დღეს ვართ სრული სერვისის სააგენტო. ანუ ყველაფერს ვაკეთებთ. ამ გადმოსახედიდან, როცა უკვე დიდ კამპანიებზე ვმუშაობთ, განსაკუთრებით საერთაშორისო კამპანიებზე ვმუშაობთ, ესე ცალკეული სოციმედია აკაუნტები აღარ არის ჩვენთვის საინტერესო და მაგ ტალღამაც გადაიარა, ეხლა TikTok-ის ამბავია, ინფლუენსერები ინდივიდუალურად აკეთებენ რაღაცას. მოკლედ, ეხლა სოციალური მედია დეპარტამენტი დავხურეთ. რამდენიმე წლის წინ კი ვაკეთებთ იგივე სერვისს, მაგრამ ვაკეთებთ, როცა დიდი კამპანიის ნაწილი არის. მაგალითად, ბორჯომის ბოლო კამპანიაზე გავაკეთეთ ჯამში 2105 თუ არ ვცდები კონტენტი სხვადასხვა ბაზრებისთვის და სხვადასხვა ენებზე და სხვადასხვა ფოტოები რა. ვავაკეთებთ ამას, მაგრამ თუ არის რაღაც დიდის ნაწილი. ცალკე მხოლოდ სოციალურ მედიას აღარ მართავთ.